მოგესალმებით ქალაქი მილანიდან, იტალიიდან. მოკლედ დღეს არის 27 აპრილი, მე ჩემო ოჯახთან ერთად, მეუღლე და ოპერატორი ჩემი თეკლა ჩამოვედით აქ და გეტყვით რისთვის, ანუ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ კრუიზს, ძალიან მაგარი გემით და კრუიზი შედგება შემდეგი რეისით. ანუ მილანიდან ჩვენ მივემგზავრებით ხვალ ქალაქ გენუაში, ეს არის იტალიის საპორტო ქალაქი, რომელიც დახვდება იქ ძალიან მაღალი და ძალიან დიდი 20 სართულიანი გემი, რომლითაც გავიმგზავრებით ბარსელონაში, ესპანეთში, მე ესპანეთში დავყოფთ გარკვეულ დროს, წამოვალთ უკან და შევივლით საფრანგეთში, ქალაქ მარსელში და მარსელიდან დავბრუნდებით ისევ გენუაში, მე ისევ მილანში და მე ისევ თბილისში. მოკლედ მე მინდა რომ ჩვენ რაღაც გარკვეული პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ და დავამსხვრიოთ მითი თუ რატომ არ არის მოგზაურობა გემით, ანუ კრუიზით, მხოლოდ პენსიონერებისთვის და რამაგრად გავერთობით ახალგაზრდები, ამას გაჩვენებთ ყველაფერს. დროებით გემშვიდობებით, კარგად. დღეს არის 28 აპრილი, დილის 8:30 და ჩვენ ვიმყოფებით მილანის ცენტრალში. აქედან გავიმგზავრებით მატარებლით ქალაქ გენუაში და გენუადან უკვე გადავალთ გემით ესპანეთში. ჩამოვედით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ გენუაში. ძალამაზი ქალაქია, არ ვიცი მე პირველად ვარ აქ, როგორც ჩანს არის თემზე შეფენილი და ძალიან მოგწონს. ეხლა ველოდებით ჩვენ მეგობარს და მასთან ერთად მცირე დროს გავატარებთ ყავას მივიყვეთ და შემდეგ გავემგზავრებით უკვე პორტში, სადაც აი საოცარ გემზე მოხვდებით და გავემგზავრებით ბარსელონაში. შემოვახციეთ ჩვენს გემთან და ამ საოცრებას შეხედეთ რა არის. ეს არის უზარ გამოიწეთ ეკლა, ეს არის უზარმაზარი 321 მეტრის სიგრძის, ანუ 3 სტადიონის სიგრძის გემი და წარმოიდგინეთ, აქ არის 20 სართული. ეს არის საოცრება, სრული სიგიჟეა, აი ამას მართლა არ ველოდი, ვიცოდი რომ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეს არის კატასტროფულად დიდი, მართლა ძალიან მაგარია, ეკლა კიდე ერთხელ აჩვენე ეს საოცრება თავიდან ბოლომდე. ნახეთ რა ეს არის შედევრი და ჩვენ ახლა ამაზე ავალთ და გავატარებთ ძალიან მაგარ დროს. აქ არის აუზები, რესტორნები, ბარები, კაზინოები, არ ვიცი ყველაფერი თუ რამე, ეს არის უზარმაზარი ქალაქი დანარჩენ. შეგით უკვე გაჩვენებთ ყველაფერს. წავედით. შევედით ნომერში და ეს არის ჩვენი გემის საოცარი ნომერი, აი ესეთი. სასტუმრო ნომერი გვაქვს და ეხლა გავალთ გაიწემაია გარეთ. რა არის ეს ვერო აბა. და ნახეთ რა ხდება. ეს გახლავთ ჩვენი გემის ულამაზესი ინტერიერი. შეხედეთ რა სილამაზეა, აქ ყველაფერი არის რომ მაქსიმალურად გაერთოთ და ისიამოვნოთ. აი ეს არის ჩვენი სილამაზე. არის ულამაზესი, მშვენიერესი და ნუ არ ვიცი, ძალიან დახვეწილი ინტერიერი და ჩვენ ვატარებთ ფანტასტიკურ დროს აი ამ სილამაზეში. ეხლა ვიმყოფებით გემის მერვე სართულზე. ეს გახლავთ რესტორანი, ან თვითმსახურების რესტორანი. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიიღოთ ნებისმიერი ტიპის საკვები. არის ძალიან დიდი არჩევანი და არის საკმაოდ გემრიელი საკვები. ასევე ჩვენ პაკეტში შედის ყოველ საღამოს 10 საათზე რესტორანი, ეს უკვე გახლავთ პრესტიჟული ტიპის რესტორანი და იქაც ჩვენ გვეკუთვნის
და ძალიან ბევრს მათ შორის ვისაც აბრეშუმი პაკეტი აქვს აღებული, გემრიელი საკვების მიღწევა. ასე რომ ესეთი ტიპის რესტორნებიც, ბარებიც, კაფეებიც საკმაოდ მრავლად არის ამ გემზე. ნომრიდან, როდესაც გადიხართ აიოაზე, ზოგადად მიჩვეულები ვართ, ყველა რომ დავინახოთ. ხედი, კორპუსები, გზა, მანქანები და ასე შემდეგ. და აქ არის ძალიან მაგარი ხედი გამოყევი. როდესაც გადიხარ ნომრიდან, ხედავთ აი ამ საოცრებას. ძალიან მაგარი. ეს არის ხმელთაშუა ზღვა და აქ ვართ მხოლოდ ცა, ზღვა და ჩვენ. 30 აპრილია დღეს და ჩვენ გადმოვედით ჩვენი უძვირფასესი გემიდან და ვიმყოფებით ბარსელონაში. ესე იგი, ეხლა არის 12-ის ნახევარი, მოკლედ ჩვენ გავემგზავრებით ბარსელონის ცენტრში, ვნახავთ აუცილებლად საგრადა ფამილიას, ეს ერთ-ერთი უნიკალური შენობა და რასაც მოვასწრებთ, მოკლედ 7 საათამდე გვაქვს დრო, ქალაქში გავისეირნებთ, დავბრუნდებით გემზე და გავემგზავრებით უკვე საფრანგეთისკენ მარსელში. ბარსელონა საგრადა ფამილია. ეს საოცარი შენობაა მართლა, რომელიც უკვე 154 წელია შენდება და ეს გაუდის საოცარი არქიტექტურა, მართლა შთამბეჭდავია, მე ძალიან მომწონს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბარსელონას, მე მართალი გითხრათ, პორტიდან წამოვედით ქალაქის ტურის ავტობუსით, რომელიც პრინციპში ყველა ღირსშესანიშნავ ადგილას მიდის და ყველა დავათვალიერეთ. და ამ შემთხვევაში მინდა ერთი რაღაც თქვა, არ ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ბარსელონაში მე რეალურად ძალიან დიდი თანხმედრა დავინახეთ თბილისთან შედარებით. თრიანი ბარსელონა მოვიარე და ისე შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე და რუსთაველზე დავდიოდი, არ ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება მე მაქვს ესეთი ახმა, მაგრამ ძალიან გავს აი თბილისის და ბათუმის ნაზავია, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ესე აღვიქვი, იმიტომ რომ აი ხლა აქაც ვდავარ და რეალურად სადღაც თავი მგონია თბილისში რა, რეალურად ძალიან გავს მართლა, თუმცა მაინც ბარსელონა ძალიან მაგარია, ძალიან მოგწონს და მოკლედ აქედან ბარსელონადან ჩვენ უკვე გავიმგზავრებით საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, იქაც მცირე ინფორმაციას მოგაწვევთ და შემდეგ უკვე დავბრუნდებით ისევ იტალიაში და მერე საქართველოში დავიბრუნდებით. ეხლა ვბრუნდებით ბარსელონადან, კი ვბრუნდებით უბრალოდ მივდივართ მარსელში, ანუ საფრანგეთში. მოკლედ ეს ორი ღამე გავატარეთ ძალიან მშვიდად და ის შეგრძნებები, რაც გემზე ზოგადად ხდება ხოლმე, არ მქონია, იმიტომ რომ მშვიდად ხარად ვგზავრობდი. დღეს გვაქვს აშკარად სხვა სიტუაცია. დღეს არის სერიოზული შტორმი, ჯერჯერობით იწყება, ძალიან უყარაყარეთ, აი ძალიან და ეს შეგრძნებები რაღაც ექსტრემი გვემატება და დიდი ალბათ ღამეთ სერიოზული ექსტრემი გველოდება. არ ვიცი როგორ გავუწევთ ამ ყველაფერს, ნახეთ რა ხდება რა, მივდივარ და ძალიან დიდი ალღებია ნახეთ. და აშკარად ხერხული შეგრძნებები გვაქვს მოკლედ რა, იმედია გადავრჩებით, ჩავახცევთ მშვიდად და დაბარჩე მე გეტყვით მოკლედ, თუმცა ჩავარ მარსელში.
ჩამოვედით საფრანგეთში, ქალაქ მარსელში. ეხლა ეს ქალაქი მე მეცნობა ცნობილი ფრანგული ფილმი ტაქსიდან და გავიცნობით დღეს, უკვე შთაბეჭდილებები პრინციპში, ფრანგებს აქვთ, რაც აქვთ, ყველაფერი აი აქ არის თვალნათლივ ნაჩვენები. ესე იგი, ჩვენ ეხლა უკვე მეოთხე დღეა პრინციპში კრუიზით მოგზაურობთ. დღეს გვაქვს მარსელში ბოლო დღე, ანუ ჩვენ მარსელიდან დავბრუნდებით ისევ გემზე, წავალთ იტალიაში, ანუ ერთ დღამეს კიდე გავათენებთ და ჯამურად ჩვენ კრუიზმა შეადგინა 5 დღე. ნახოთ მარსელსაც დავათვალიერებთ. აქაც გავეცნობით მარსელის ღირსშესანიშნაობებს, დავბრუნდებით და მოკლედ ხვალ უკვე დავიძრებით თბილისისკენ ჩვენს ძვირფას საქართველოში და დროებით გემშვიდობებით.